ეხა მინდა უბრალოდ ერთი სადღეგრძელოთი პატარა სადღეგრძელოთი დავიწყოთ ეს ყველაფერი რა დემიკო მოდი პირველ რიგში გილოცავ აბა ხო პირველ რიგში ესწავლიოთ რა ხო მოდი მიულოცავ კაცო გია გაგიმარჯოს ვადლობ ჯანზე იყავი და ჯამთელაც აბა შენიც აბა დიდი მადლობა თქვენთან ერთად გენაცვალე სულში ჩემო ოქრო გიას გაუმარჯოს მადლობა ეს მოკლედ ეს პირველი დაბადების დღეა ჩემი რომელსაც ლევანის გარეშე ვხვდები რა ხო და ძალიან არ ვიცი ძალიან მძიმე არის ჩემთვის რა ეს ყველაფერი თან გუშინ ამ სიტუაციაში რო ვარ და ხეთ ლევანის ის შემხვდა რა კიდე ვიღაცას ედო რა და ყველაფერი გამახსენდა მაშინ ომის დროს მისი პოზიცია რა როგორი იყო რა და როგორ გჭირდება დღეს ესეთი პოზიცია რა თუნდაც ოპოზიციონერების მხრიდან ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერების მხრიდან რა ჩვენ ხედავთ ახლა უნგრეთში ხა წარმოვიდგინე ეს მუხარა რო წავიდა უკრაინიდან ხელისუფლებიდან ზელენსკის მხრიდან და აი და ორბანის მისამართით უკრაინის ოპოზიცია უნგრეთის ოპოზიცია როგორ დაუდგა რა თავის ესე ვთქვათ პირველ პირს გვერდით და თქვა რომ უნგრელ ხალხს ნუ შეეხებით საერთოდ არ აქვს ამისი უფლებაო რა და აი ეს მინდა გავუშავ ის რომ გავიხსენო ლევანი რა იმიტომ რომ 60 წლის განმავლობაში 13 მარტს ერთად ხვდებოდით ხო თუ ის არ იყო ან მე არ ვიყავი და რაღაც ნუ ყოველ შემთხვევაში კონტაქტი მაინც იყო რა ტელეფონით კონტაქტი და ძალიან მაკლია რა ძალიან მაკლია და ახაც რო ზივარ ხო ამ ეთერში აი რუსები რო იტყვიან ჩერეს ნიმაგუზი ვარ რა ვიღაცას გონია რომ რა იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს რომ ეს კიდობანი არსებობდეს ამ პერიოდში საქართველოში რომ საქართველოს ტელესივრცეში რომ ვერანაირად ვერ დავაღალატებ ვერც ჩემ მაყურებელს და ვერც იმ ადამიანებს ვისაც რაღაცა იმიტომ რომ ძალიან მწირი არის რა ესეთი გადაცემები დაუშვათ რომლებიც აი ესე პირდაპირ რაღაც ასეც ფიქრობ ყოველ შემთხვევაში მე ესე ვარ რომ ამ სიმართლეს ვიძახი რა და მგონია რომ მგონია კი არა ეგრე არის რა აქ სიმართლე და ჭეშმარიტება ერთია რა ერთია სიმართლე და ჭეშმარიტება რომელიც არის გუში ფიქრობდი სულფად რა სამი გა ესე ფიქრი ესე იგი რას ნიშნავს ეს გა რა პირველი არის გადარჩენა რა გადარჩენა განვითარება და გახარება აი ეს სამი რაღაცა არის რა პირველი არის უნდა გადავრჩეთ ყველა ვარიანტში აი ამ ცეცხლში და უბედურებაში რაც ხდება უნდა გადავრჩეთ ჩემი აზრი ეს არის რა და ზუსტად ამ გადარჩენას ემსახურება ეს კიდობანი რა მერე განვითარება უკვე შესაბამისად რა გართობა ყველანაირი რა ვიცი გამარჯვება მოკლედ აი ეს არის რა აი ამ იმითი ხემძღვანელობ მე რომ ეს ამ პრიორიტეტები ქვეყანას რაღაცა ხო რაღაც პერიოდში რაღაც პრიორიტეტები ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ხო და ნომერ პირველი პრიორიტეტი ყველასთვის ახლა საქართველოში ისევე როგორც ჩემთვის ხო ყველა ნორმალური ადამიანისთვის არის ამ პატარა ქვეყნის გამარჯვების გადარჩენა ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩემთვის ეხლა აი ამ სიტუაციაში არ არის პრიორიტეტი არც ეგრეთ წოდებული არაბიზაცია ხო არც კორუფცია ესე ვთქვათ მიუხედავად იმისა რომ მიდის სერიოზული ბრძოლა კორუფციასთან და ვხედავ ჩვენ რა სიტუაციაც არის და ხვალდაზე უკვე ჩინოვნიკი ვეღარ გაბედავს იმას რასაც ადრე ბედავდა ხო არ არის აი არც არაფერი ნუ მოკლედ ერთადერთი რაღაცა რაც არის აი გადარჩენა არის რა ამ სიტუაციაში ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და როგორ შეიძლება რომ ეხა როდესაც შენ ქვეყანას ხედავ რომ ესე უჭირს ესეთი აი ესეთი თუნდაც ესეთი უსამართლო რეზოლუციები მოდის ეუთო და ხო ჯერ ეუთო რა არის და ჯერ დღეს უკვე რომ საერთოდ აღარ მუშაობს ხო არა
აღარავინ მაგარაღაც აღარ უსმენს და აღარავის მაგის აზრს აღარ ითვალისწინებს და ვისაც რაც უნდა იქ ომს იწყებს და იქ იმას იწყებს, აბომბებს იწყებს და რა იუთო ვის რაღაც შეაინტერესებს იუთო გამაგებინეთ დღევანდელ აი ეს გეოპოლიტიკურ გლობალურ სიტუაციაში ისევე როგორც ჰააგა. ჰააგა ვაფშე რა მოია? ჰააგა შეხედახეთ რას უზავენ და რას უზავენ? ძინავს კაც, ძინავს. დაასვენეთ. ვინახარ თქვენ რა? ხო და მოკლედ აი ეგრე რა მოდი ლევანის ვიდეო მინდა გავუშვათ და მე იმას ვხდათ რა გავაგრძელოთ ეს გადაცემა ლევანი მინდა გავიხსენო პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ლევანთან ასოცირდებოდა იმიტომ რომ სუიკ იყო სადაც ჩემი დაბადების დღე იყო და ძალიან მომენატრა მოკლედ რა გავუშვით ეს ვიდეო გავუშვით ყველა განცხადება Financial Times-ზე დაყნობით თითქოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ოპოზიციას და პოზიციას შორის არის განხეთქილება. მათ აქვთ მცდელობა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები სათავისოდ გამოიყენონ. ვაცხადებ ხმამაღლა, რომ საქართველოში დღეს, როდესაც ბოგინებს რუსული ტანკები მთელს ტერიტორიაზე, მის მეტ ნაწილზე აუცილებელია ერთსულოვნება, სიმტკიცე და ვერასდროს გარეშე მტერი ვერ ეღირსება იმას, რომ შიგნით პოლიტიკურად მიიღოს დაძაბულობა. მე ვიყავი პირველი, ვინც პირველმა გავილაშქრე რუსული ეგრეთ წოდებული სურვილის წინააღმდეგ დაენიშნათ თავისი კაცი საქართველოს ხელისუფლებაში. ეს საქართველოში არასდროს არ მოხდება. ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავისუფლება, ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავისუფალი ქვეყანა. ეს არ არის ჩემი მოგონილი, რომ ჭირშა შიგან გამაგრება არის აუცილებელი ისე როგორც არასდროს დღეს. პოზიცია რა, ჯერ მარტო პოზიცია მისი, ხო? ყველაფერს თავი დავანებოთ, რა ესეთი რაღაცას მეუნებოდა ხოლმე, რომ აი რასაც როგორც არ უნდა არ ეთანხმებოდეო კონკრეტულ სიტუაციაშიო, კონკრეტულ ხელისუფლებასო, ომში როცა არისო, ხო? მოდი ჯერ ეს ომი გადააგორეთო და მეერე დაუწყე კრიტიკაო რა. ეს ელემენტარული ის არის ხა ლევანს რო უყურებ ბევრი რამე მახსენდება და ბევრი რამე მისი სიტყვები მართლდება და ბევრი რამეში ისეთ შორს იყურებოდა და ესეთი მასშტაბის ადამიანი იყო ხა მე არ მინდა იმაში გადავიყვანო გადაცემა მაგრამ ყოველთვის აკეთებდა იმ გადაწყვეტილებებს იღებდა რომელიც ქვეყნის სასიკეთო ყოფილიყო ანუ თავის პირადი გამორჩენის და თავის პირადი იმის გამო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგა. პრიორიტეტი ქვეყანა იყო, აბარა. პირველ რიგში იყო ქვეყანა და ესეთ დროს, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა. მე მახსოვს ეს პერიოდი, მაშინ ერთად ვიყავით სულ და ეზოში იყო სახლთან მიდექით და აი ახალი გათენებული დილა იყო აბედითი ღამის და იყო ბჭობა რა როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და მახსოვს მისი მტკიცე და ესეთი კატეგორიული ტონი რომ ამ ვითარებაში არც ერთი ნაბიჯი არ შეიძლება გადაიდგას ქვეყნის საწინააღმდეგოდ უნდა დავდგეთ ერთად რომ ერთად დავუდგეთ ამ გაჭირვებას ამ ბოროტებას და ეს იყო სწორი ნაბიჯი იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი სხვა შედარება შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ როდესაც მიხდებოდა რაღაც იმ პერიოდში სადღაც გადაღება უკრაინაშიც ვიღებდი, რუსეთშიც ვიღებდი იმას და სადღაც ვიღაცა რო იწყებდა ჩემთან თანდასწრებით საქართველოს საუბარს და მეუბნებოდი რომ ეს როგორი მიშა როგორი პრეზიდენტი არისო თქვენიო და ნუ ისეთი ვარჩერებდი მეუთხარი ეს თქვენი საქმე არ არის ის არის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი მე მასთან რა პრეტენზიებიც ამაქვს და მე მასთან რა
იმაში ვარ, რა ქვია, დამოკიდებულებაში, ეს თქვენ არ გეხებათ, თქვენ თავს მიხედეთ, თქვენ პრეზიდენტეს მიხედეთ, თქვენ შინაურ იმას. ანუ ეს რაღაც ბუნებრივია. ო, რა თქმა უნდა, ეგ არის. ეს არ უნდა დაანახო იმას, რომ შენ სუსტი ხარ რაღაცით და საიდანაც ვიღაცა შეიძლება მოგიდგეს. რომ რაღაცა თავისი გამოსარჩენი რაღაცა ნახოს, ან რაღაცაში დაეთანხმო ისეთში, რაც კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ შიდა შენი საქმე, შენი ქვეყნის საქმე და შენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება და შენი დამოკიდებულება შენი ქვეყნის მთავრობის მიმართ არის შენი პირადი და ჩვენი ქართველების და არც ერთი სხვა ნაციონალობის ადამიანის ბრჭყალებში მეგობრების თუ კეთილსურველების, იმიტომ რომ მალე მეც გავხდები შენი ხნის და ბევრი გვიცხოვრია უკვე იმას. ისე 60 წლის თავს როგორ გძნობთ ახლა? მე ცხოვრობ დაგეწიოთ ახლა და მითხარით ახლა რა ხდება? ჩირის პიატლეთ. გენაცვალე, ხო.